ჩვენი შოუს სტუმარი გახლავთ ეპატაჟის მეფე მომღერალი და კაშკაშა ვარსკვლავი პატა თედიაშვილი Come on, მოგზავნე, აი ასე, აი აქ შენი ადგილი, არ არის ფერდები. Dabzandi ისე გიხდება რომ ესენის არის ამას ჭიხვინი უხ ახ ჭიხვინი კი არა ეგ ფრუტო იცი რა შეიძლება და ეს არ გვედგინა ის რა ადამიანი რომელსაც ძალიან სურდა შემოსულიყო ამაღამ ჩვენში და ის აქ არის დაიცა ეს პოზა არის ყველაზე მომგებიანი მაგრამ სხვადასხვა ყველასია როგორ კარგად ვარ თქვენთან რომ მოვხდი ესე კარგად ვარ ადვილია აქამდე მოსულა არა თქვენთან რომ მოვხდი კი არა თქვენთან რომ შემოვედი ესე კი კარგად ხო თქვენში რომ შემოვედი ეს იგი კარგად ვარ. ოკეი. გავეშვათ შესვლა-შემოსვლებს, ეხლა და მართლა გვაინტერესებს როგორ ახარ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ შენი აღზევების და ასე ვთქვათ, დიდი ხანია საერთოდ შოუ-ბიზნესში ხარ, ხელოვნებაში ხარ და ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ აი შენი სიმღერები, შენი ვიდეოკლიპები ბოლო პერიოდის ძირითადად არის კორონამდელი, აი ბოლო სადღაც 2016-ის მერე. მე რო განვითარდა TikTok-ი და მე რო დავიწყე ამის კეთება, ხო? ხო, აი ესე მოუწია და ეხლა როგორ ხდება აი ეს პატას მუსიკალური კარიერის განვითარებას რა ხელი შეუშალა ამ კორონამ, როგორ შეუშალა, რა ქენი ამ პერიოდში? არაფერი. მაინც ჭენებით მიყვებოდი ყველა. ეს პასუხი დიდოდა რომ რაღაცა ყველა. არა, ანუ ავადობა არ შემეხო, არც მე, არც ჩემ ოჯახს. იყო რაღაც ფესტივალები, ღონისძიებები, ყველგან პირბადით და დისტანცირებული, მიმყავდა ღონისძიებები, მე რომ მღეროდი. არ მქონდა ურთიერთობა არავით არის რესტორანი, არავით არის ღამის კლუბი, არავით არის სტუმრობა, არ მივდივარ არავისთან, არ ვეპატიჟები არავის. არა, უბრალოდ ძირითადად კორონა დროს ჩვენ ვიცით რომ ისეთ ტენდენციებმა აიწია, რომ მთელი კორონა ხო ყველა გამოკეტილი იყო, როგორც ამობენ დემოგრაფიულმა სიტუაციამაც უკეთესობისკენ აიღო ვიზიტა. ყველა სახში ჩაკეტილი და მიდის ერთი ამბავი შესვლა-შემოსვლა, გამოსვლა და პატას სიმღერის მუსიკალური გვლელი. რა. მოკლედ რაიმე ახალს ხო არ ამზადებ, ახალ ვიდეო აი ძალიან ბევრი რაღაცებია, თემები, რომელიც ტრიალებს და ღამე რო დავწევი და ჭერს ვაკვირდები, სახე მომიჯღანება ხოლმე იმდენი რაღაცა მიტრიალებს თავში, მაგრამ აი ამ შეზღუდვებიც კი არ შემეხო მე პირადად, იმიტომ რომ თემა თუ არის, იმას არაფერი არ ეხება მე. მაგრამ არის მატერიალური სახსარის მოძიება, სტუდიას ჩაწერა უნდა, მე კოსტიუმის მორგება უნდა, მე მოცეკვავი გჭირდება, ეს გჭირდება. აი ხა ეს პროცესი მაქვს, ეს ეტაპი მაქვს და აი ძალიან კარგი ტექსტი მაქვს რა. ეხლა მე შეგვიძლია გითხრათ ეს. აბა, ექსკლუზიურად გაჟღერე, მომავალი ტექსტი ისე. მომავალი სიმღერის ტექსტი? ესეთია. ლულა ლულა ორი ლულა მენჯის ღრუში დამალულა ემუქრება ერთი ლულა დიდი ლულა ბაუმ დიდივნების მანქანებით სიყვარულის მაქმანებით გაიფანტა ფანტანები ბაუმ რიმპიტამტამ ტაური და ერამპატამ ტაური და ვიცი გინდა რიტმი შეგრძნების ამბავია რიმპიტამტამ ტაური და რამპიტამტამ ტაური და ვიცი გინდა ლულა კაბადი. პატა, მე მინდა რომ გითხრა ერთი რამე. ძალიან გთხოვ, ჩემი აზრით, შენი, ასე ვთქვათ, ჭირდება რაიმე ფსევდონიმი. იმიტომ რომ აი პატა თედიაშვილი ჟღერს აი როგორც ოლიმპიური ჩემპიონი კლასიკური ჭიდაობაში. რაღაც აი ბერძნულ რომაულში მსოფლიო ჩემპიონი პატა თედიაშვილი. აი უფრო ეგრე ჟღერს რა და ხო შეიძლება რომ იყოს აი თან ჩობჯენი პატიკო რაღაც თავარი პოზა. ჩობჯენი და მაინც მაკეთკენ მიგარი. კარგი, მოდი ახლა მე რა მაინტერესებს რა. ზოგადად ძალიან კარგად ვიცით ჩვენს ქვეყანაში როგორი რეაქცია აქვს ხოლმე მსგავსი ტიპის სიმღერაზე ან ტექსტზე და ასე შემდეგ ან ვიდეოში როგორც აკეთებ. ახერხები მას. არა, ნუ სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რატო იცი, იმიტომ რომ ფაქტი აშკარად ეთყობა შენს ნამოქმედარს, რომ მიზანი არის ის, რომ გააოცოს მსვენელი და მაყურებელი, ხო? არ მგონია რაღაცები არის ისეთ ჩადებული. ანტიგენ-ანტის სხეულის კომპლექსი სხვათა შორის შენს ტექსტებში ინტელექტუალური ნაკვეთი საინფორმაციო ნაკვეთი შენს ანტიგენზე შევდე ჩემი ანტისხეული ასეთი ტექსტია ახალი დინებას ავიჭრე შენ ანტიგენზე შევდე ჩემი ანტისხეული და არ დაგავწყეს ეს 2017 წელია და სად დავაკავშირე ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი დღეს ყველაზე მთავარი ეგ არის იმუნოლოგია ხო და მე ამას საუბრობდი შემოქმედებითი ადამიანის იმუნიტეტს რა თქმა უნდა ჩვენთაგან ჩემ თანამედროვეებს უთხარი მე რომ ნუ ხართ ბნელები ღერიან კარგად სწორად გიმღერებს და პაჩინკებს რო ეძახიან ხო იცი დეტონაცია არ აქვს ეს არ აქვს
უსმენ და მე კონსტანტი გამსახურდეს ის გახსენდება უნჭო კაცის წერის რომანს გავსო ჩავათავე და ვიდარ და ინტასაიბთ არ წამეკითხაო და ეს ისმე არაფერი გრჩება, არაფერს მეუბნება. არც ეპოქაზე მეუბნება, არც პოლიტიკურად მეუბნება, არც სოციალურად მეუბნება, არც სექსზე მესაუბრება, არც დემოგრაფიაზე. ერთი და იგივეა ყველა და მინდოდა რომ აი ეს დაიმსხვრეს, გაირღვეს და ყველას უთხრა თუ თავს დაგესხმებიან შეგჭამენ თუ რაც იქნება ეს პირანიები, ადამიანების შედარება იყო ხატოვნად არ შეშინდეს არავინ, მეტი თავისუფლება, მეტი დრამატიზმი, მეტი პირადი სათქმელი. ზოგადად, როდესაც ასეთი ტექსტებით მღერი, ასეთი კლიპს ჩაწერ, ასეთი ეპატაჟური გამოვა ყველაფერი შესაბამის რეაქცია მოყვება ხოლმე რა, ხო მოყვება შესაბამის რეაქცია. აი, პირდაპირ გითხარი, ძალიან ბევრი ადამიანი არ გიცნობს, ძალიან ბევრი ჯერ არ უნახი ხარ ამა თუ იმ შოუში და ასე შემდეგ. ზოგი რაღაც თვალით უყურებს შენ შემოქმედებას, ზოგი რაღაც თვალით. ზოგი ამბობს, რომ ეს ადამიანია, ესე იგი ამას რაღაც სრული სერიოზულობით და იმით რომ ზოგი თulis რომ ძალიან კარგად ხვდება როგორ კარატეს ძალიან კარგად იცის აი შენ თვითონ როგორ ქმნი ამ პროფესიას შენ თვითონ ამ ყველაფრით ეღადავები ეხუმრები რაღაცით მსმენელს იმ სერიალსაც უხერხულია იმის თქმა რომ ეღადავები მსმენელს არ შეიძლება ასეთ ეგრეც რომ იყოს უფრო კულტურულად რომ ვთქვათ აი თქვენ საბრძანეთ რომ შემეცნებითი რა მომენტებია ასტროლოგია, ბიოლოგია, ყვავილები, ყაყაჩოები, ესენი ისინი და ბოლო-ბოლო სადავართ. აი შემდეგი სიმღერა მაგალითად რაც პატას ტაური და აუ თქვენთან გავაკეთებ მაგის აი ტყავებით, მოცეკვავებით, მეებით აუ რა ჩვენი არხი ზოგადად ისედაც უკვე ისეთი იმით შელახული არის რომ რა უნდა გააკეთო აქ რომ ვინმე გააკეთო ამაღლებული არა შეიძლება რომ არა მაგამ ბავში ვიძახი გარყვნილობის ამ ხო ხედავ ყველა გარყვნილი იმ დროს კობახიძე იძახდა ჩვენ ყველა ჟურნალისტები რომ გარყვნილები არიან და კეთილი იყოს პატა შენი მობძანა მე ვიცი რომ გარყვნილი ვარ რომ არაფერი გამომიქვეყნე ხა ვამბობ რომ გიჟი ვარ და გარყვნილი ვარ მე მინდა რომ მაყურებელს პატა უთხრათ ის რომ შენ აი აინტერესებს მათ რაც ნიკამ კითხავ ხო ვეღარ გავეცი კი პერფორმანსის სახე აქ შენ ცხოვრებაში შემოქმედებაშივე ყვდება თუ რასაც გვანახებ შენ ასე ცხოვრობ კი ცხოვრობ აი ეს პაუზა ძალიან მომეცი ბავშვობიდან განსაკუთრებული განცდები მქონდა მე თქვენ გეტყვით სკოლაში რომ სწავლობდი იმ დროს იყო სექსის კარტი იყო გახსოვს და ეს ხელდახელში როგორ ჩუმად გადადიოდა მაინც სტარაში ჩვენი სკოლა რო არის სექსის კარტები იყო ჩუმად ისე ლაპარაკი მანამდე სექს ჩუმად რო იძახი რა შავთეთრი კარტები არა აქ დავათ მე ცოტა პიანოში გავუშვი ეს ამბავი და ხდებოდა ისეთი რაღაცა რომ არ ვიცი იყო რაღაცა მაინტერესებდა იმიტომ გავხდი ექიმი რომ მაინტერესებდა ყველაფერს ჩიჩქნიდი რომ ვიყავი ბავშვი. მის სიღრმეში რა იყო? მართლა ასე იყო. აი მაინტერესებდა რაღაცა ავეჯი იყო გამოთხრილი, აქ ბალის ჩეჩავდი, სულ შიგნით სიღრმეში რა იყო? ის მაინტერესებდა ყოველთვის. აჰა. ხო და ხო და ეს ადამიანის ანატომიის შესწავლა, ხო რაღაცები მე ბუნებრივია ვსწავლობთ, ხო ნორმალურსაც, პათოლოგიურსაც ამას იმას და იქ უკვე სხვანაირად უჯრედის დონეზე და სხვა მით ვისწავლეს ყველაფერი, მაგრამ სიშიშვლის მიმართ მქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება. და როგორი იყო ეს? აი არაფერი უბრალოდ ჩეხური ჟურნალები იყო რომელიც ისე აღწევდა ძლივს წავიღე სკოლაში და გაკვეთილი რომ მიდის გეოგრაფიის თუ რაღაცის და გადაშილდა ეს ბიჭები ამას ათვალე რაღაც და ამის გამო დაიბარეს დედა რომელიც ტრადიციების დამცველი მოყვარული იაშვილის ქალბატონი და რომ დაგვაყენებდა და საათობით გვესაუბრებოდა მე და ჩემდას რა არის ზნეობა რა არის მორალი რა არის ეს რა არის და ფუჭად ეს ჩავიქნევდი ამ ფუჭად ხო და მისთვის ახლა რამხელა დარტყმა ხო მისი შვილი რომელიც ფოტოსტატების დაფაზია და საუბრობენ იმაზე რომ პატარა ასაკშთან იმ დროს რომ მის სიღრმეში ლამის პატარა ასაკიდანო შენი მუსიკალური გველი არის სვენებდა ანუ არის შეიძლება აი პატაზე სკოლიდანვე არის სვენებდა შენი მუსიკალური და პატაზე პირდაპირ გაგებით შეგიძლია თქვა როგორი ღრმა ადამიანი სიახსლებით შეგიძლია შენი უბრალოდ ეს ტექსტიც გითხრა მუსიკალური გველის აი ეს დასაწყისი ჩემი სათამაშო ეს მუსიკალური გველის აი ეს ჩემი სათამაშო ეს სხვა ბუდეში თამაშობს ჩემი სალერსო დღეს სხვა შეგნებაში დევს ვიყავი შენში შემოვედი სწორით თუ ხვეულით შენს ანტიგენზე შევდე ჩემი ანტისხეული ხოთა იმის ხო თუ დადონთა ტემბრალურად ეგ მაღალი ის არის ხე ისე მოდი ბიჭებო პატას უთხრათ ერთი ძალიან ან მაყურებელი შეეყდა კომპლიმენტი რომ ჩვენ როდესაც აქ ვართ ხუმრობთ ხოლმე და შენში აი ეს სილახე რომელიც გაქვს და ნებისმიერ თემაზე რომ ღადაობ ხუმრობ და ჩვენთან ხარ და აყოლილი ხარ და რეალურად რაღაცნაირად ისე იღებ ყველაფერს სწორად და რაღაცა ეგ ძალიან სასიამოვნოა. აი ამდენი წლის მანძილზე თქვენთან მომეცა ამის საშუალება. ძალიან მაგარი. ოღონდ მართლა თქვენთან მომეცა, აი არც
ერთ გადაცემაში, აი ასე ლაღად, ასე რომ წარმოაჩენ შენი განათლება, შენი შესაძლებლობა ამაზე თქვა, ამაზე ისაუბრო, სადღაც რაღაცა ტაბუ და ისე მისდევს და მოსდევს რაღაცა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მეგობრულად ჩვენ სტუმარს დავხვდეთ, ვესაუბროთ სულს და აი რაღაცნაირად იხსნები აქ. აი ეხლა მე ვერ ვგზნობ თუ მე თქვენ არ გიცნობდით მანამდე არ მქონდა კავშირების შეხება. მე თქვენი ფანი ვიყავი, იყო ეს დრო და ვოცნებობდი ჩვენ კიდე დავიმახსოვრეთ პირობა დადო. დამიჯერეთ, ამაზე ტაციალობა იქნება. მე ვიცი უკვე ვინც რიგში დგანან რომ ეს ექსკლუზივ თქვა ადამიანმა რომ ექსკლუზიურად თქვენთან შევასრულოთ. აი ეს რაც მე ვიმღერე დიმპიტამტამტაური და ეს იქნება ძალიან ქართული, მაგრამ ის რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვინდა პატა, მოკლედ დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. აქ ცოტა წავიმუსაიფეთ, კიდე ბევრ რამეზე ვისაუბრებდით შენთან, ნუ რა გითხრათ, მოკლედ ვანიკოს აქვს რაღაც საინტერესო წინადადება. შემოთავაზება მე. რა შემოთავაზება, ვანიკო? მოდით ბიჭებო, გადავინასრულთ ახლა ჩვენ ლიდერ ბეთის ოთახში და კაი სახალისო თამაშები ვითამაშოთ. მოდი! და ჩვენ ვიმყოფებით ლიდერ ბეთის ოთახში, პატივცემულო პატა, ახლა ჩვენ ვითამაშებთ ერთ ძალიან საინტერესო თამაშს, რომელსაც ქვია ფოტოების მიხედვით გამოვიცნოთ სიმღერა. ესე იგი, ჩვენს მონიტორზე აღიბეჭდება სამი სრულიად განსხვავებული ფოტო, რომელიც ერთობლიობაში შექმნის შინაარს და ჩვენ გავიგებთ თუ რა სიმღერაზე არის საუბარი. გუნდებად ვართ დაყოფილი მე და ნიკო ტრადიციულად, შენ და ილო ტრადიციულად. კი, შეგვიძლია სტუმარი და ილო გადაცემის სტუმარი. მოკლედ ესეთი ამბავია რა. დასწრებაზე არა ფოტო არის მინიშნება და ამ სამი მინიშნებით უნდა გამოვიცნოთ რა სიმღერაზე მიგვანიშნებენ ჩვენი პროდიუსერები. გმადლობ. ნიკო, დასწრებაზე არის ეს, თუ მიხვდები პატა დააჭერდა. არა, დასწრებაზეა ცხოვრება, პირდაპირ თქვი. ხო, ეს ცხოვრება თქო, არ დამაცადე და. აი ეგრე. დავიწყოთ. მიყვარს მადა მიყვარს. ჭამა, თენდება თუ რა? სამი, სერმოსანახავდა. ქვემოთ ეგ არის მე მგონი, ხო? კი, მაგრამ მაწონი და ის ქვემოთ ნევის ის არის? შეიძლება რომ საარჩევნო კლიპის ის მინიშნება. როგორც გინდა თქვენ თავისუფლებით. გირჩი საარჩევნო კლიპი მგონია, იმიტომ რომ იქ თერმომეტრია, აგეცია დაუწიეოდა. ხო, მაგრამ მაშინ ისა შუაში არის, რა ქვია, ფორმარილი. ანუ რაღაცა იცი რა არის, სუფრის მერე ტემპერატურა გიწევს და ცოტა ვერ ხდები კარგად და წნევის საზომი გაქვს. ტემპერატურა გიწევს და მე ჭამდა კარგად. დიეტური ქვემოდაზე მოთავდა. ჯანმრთელობაზე რამე სიმღერა ხო არის, ჯანმრთელ. არა, ჯანმრთელი. ესაცალი კურდღელი. ესაცალი კურდღელი. ერავად გაგვიხდა. ასტაფილო არა, არ არის, ეგ არა. კურდღელი არ არის. ნუ შეიძლება მინიშნება აბა ხომ არ დავნებდეთ? ოიც არ დავნებდეთ. არ დავნებდეთ. ტემპერატურის საზომია. ორიდან. კიდე სამედიცინო ინვენტარია, წნევის საზომი, კი ბატონო. არის სუფრა კი არა ძღვენი ჩემი აზრით. და ეს თლიანობაში გვეუბნება რომ სიცილიური პური, ესე უნდა ვთქვათ, რომ ანუ ბაგეტი. იფიქროს, რომ ჩვენ ვიცით როგორ გამოიყურება სიცილიური პური. აქ ზეითუნიზებიც რო იყოს, უფრო სლიკინა გახდებოდა. და რა სიმღერა? რა სიმღერა გვითხრა? ავადა ვარავადა. მოდი სანახავდა. ეგ სიმღერა, აბა ვნახოთ გაჟღერდეს. ეგ არის რო? მოდი სანახავდა. მადლობ. თვალება შენი. აი, აგერჩია ექიმობა თავის დროზე. თქვენ იმღერეთ, თქვენ აგერჩია ექიმობა თავის დროზე. კი ბატონო, ეს კულად თქვენია, შემდეგი. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. იმიტომ რომ აქაც მე ვარ, იქაც რომ მზე ვარ. ახარ ნამუსმა არ გამიშოთ, რა. მალე. ჯანო. მე ვარ, იქაც მე ვარ. აი აქ უნდა ჰელიუმი. ჰელიუმი დააკვრა. დიდი მადლობა, შემდეგი ფოტო. რა საინტერესო თამაშია. დიდი ვარ თუ პატარა ვარ, რაღაც ეგ არის. ვიზრდები. ანუ რა კარგი ხარ. არა, მაინც ნახე პატარაობაში რა კარგი ხარ, სუფთა წკრიალა, იზრდები და მონსტრი ხდები. ეს ჯეკ ნიკოლსონია, ხო? კი. ამ შემთხვევაში მონსტრის ბეღურების გადაფრენა. არა. ნო. ნათება. ნათებადან არის. მართლა. შაინი. შაინი. ღიმილი. ნაჯახით რო დადა. გაიღიმე პატარა. იმას მე ღიმილს ვერ დავარქმევდი ზემოთ არის. მაგრამ ფაქტია რომ ეგეთი ხმილი ხარ. ოჯახ პატა ნახე. ეგ არის? ხო, არ ვიცი, აბა გავაჟღეროთ. ქალბატონი ირმა სოხაძე და მე ბატონი მერაბი. იმენა უბადლო მოთამაშე ამ ტურის. ბრავო. შენი დახმარება. არა, ამოქმედ. შემდეგი გეთაყვა. მთვარე. ეთილი იყოს თქვენი მობრძანება, მთვარე ამოსლოს რომ დააპინებს, იქ ხარ. არა. ეგ არა. მოდი ჩემთან ხავისა ქვია. სანამ დროა. სანამ გული გულო, არა.
იცი რა არის ნახე? მოდი. შემოიხედე. და იქ ოთახია თუ რა? კარი. არია, მაგრამ მანამ welcome, იმიტომ წერია რომ ანუ აი ახლა გონიათ რომ გითმობთ. ანუ მართლა გონიათ. სადღაც ლირიული სიმღერა უნდა იყოს ვაჟა აზარაშვილის და ქალბატონ ნანის შესრულებით რაღაცა ესე. ერთადერთი მონაწილე რომელიც არა მარტო სიმღერას, არამედ კომპოზიტორებსაც. შეიძლება. ეგ ხო არ არის? რა? უნდა შემოვიდე ამაღამ შენში? კი. და შემოვიდე ამ შენში. გავაჟღერო. ეგა. ჩაპეზივით მომივიდა, ხო იცი დავისი კონკურსი რომ მეორე ადგილი რომ მიიღო. არა, სუპერ, ეს გვეკუთვნის. და როგორი თამდაბალი ყავს. ხო, დიდო, ოსტატო, თქვენი სიმღერა სხვას უნდა გამოეცნო. მარკეტი, Apple-ი. ვაშლი. წაგიყვან მარკეტში iPhone-ს გიყიდი ვაშლს. და მე რო დამ. რა, ნაგავი თუ ვიცი. ვაშლის გამყიდველო, რატო დამომხიდე დასახლო. ეგ არის. ვაშლი და მე. აი მე ძალიან დიდი ბოშ, მაგრამ მე ვაკელი რო ვარ, ჩემთვის ვაშლი მხოლოდ Apple-თან ასოცირდება. კი, ეხლა ბევრი და ვერ დავაჟღერდა სცენარი. რამდენიმე გვაქვს რა. ჩვენი ზუპა მოვიკითხოთ ეგ კონტინენტზე, ზაზა, hello. other side. შემდეგი. აბა. ხერისი იქნება. ხე იქნება მუხა. თუთა ხო არა? თუთა. ისხესთან შეგვიჩნია აივინიდა. არ დავთმობ ამ ქულას. კეთიდანაც კი გამოიცნო. თუთის ხესთან შეგამჩნია აივინიდა. გაჟღერდეს თუ შეიძლება გეთა. აბარა. აივლიდა. შაივლიდა. კარგია, გადასარევია შემდეგი. აჰა, ეხლაც გითმობთ? არა. ოპა. ყველი, არა, ის სპანჯბობია. ამერიკული სახლი, მარტო ქართული სიმღერებია მე როგორც ხვდები და წყალქვეშა ნავი. მე ვზივარ ზღვაში და მიწვარ ზღვაში. ნავი არ დორწყვა? აქ ნავი არ არის. ნავი აბარა. სად არის ნავი? ის რა ნავია? წყალქვეშა? ის არის iPhone-ის ნავი. წყალქვეშა ნავი? მაშინ დაარტყე. აბა? მე ვზივარ მე ვზივარ ნავში და სახში. და მე რუბელია, ის ყველი კი არ არის. რუბელი ჩამოდგა. ყველი რატო? გაჟღერდა და ჯერის ყველს კი გავს ისე რაღაც. ოპა! ნავში და მიწურა ზღვაში. კარგი, შემდეგი. კარგად გამეცეს. კი. შატილი. იასამია, როგორია სული რომელიც ასულო ლერცა. როგორია შატილის სამებში კარგი ხარ. მიდი. ავიდეთ წამოწური. წინდები რატო გასვია? ეს კადრი აბარა. კარგი ოხერი ხარ. პატარა ციკს კითხულობს დასაწყისში. როდის რა? ახლა ჩამოდგა. ასე დასრულდა ეს თამაში, აშკარა გამარჯვებით ჩვენი მოწინააღმდეგე გუნდისგან. მოკლედ ილია კარგად თამაშობს, მე არ ვიცოდი ილია. თუმცა პატაც აი რაღაცას მაფხურობს. ჩავჭავად. ჩვენ შემდეგი თამაშიც გვაქვს მომზადებული თქვენ. თქვენზე ისეთები იციან? კიდევ ერთი კარგი და სახალისო. კიდევ ერთი კარგი და ძალიან სახალისო, რომელსაც აი ამ წამსვე შემოგთავაზებ. აი, ეხლა. მაშასე პატივცემულობა და მინდა გაგასვათ ერთი ძალიან კარგი ადამიანი, ჩვენი ძმაკაცი, ფილიპინელი ძმაკაცი დანიში, ვიცნობ. ბატონი დანიში, კი, შორ ტელეეკრანებიდან ყველანი ვიცნობთ და მოგესალმებათ უკვე რა თამაშიც არის აქ საუბარი. ესე იგი, უცხოელის ჰანგები, ასე ვეძახით ამ თამაშს. დანიშის ყურსასმენებში გაჟღერდება ქართული სიმღერა და დანიში თავისი მოკრძალებული ენით შეეცდება გადმოგვცეს თუ რა სიმღერა, წაიღიღინოს ასე ვთქვათ. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ. ხო მომწორავად ახსენი. როგორც სასწაულ ისე რომ ნიკას ჩარევა არ არც დაჭირდა. აბა
დავიწყოთ. Are you ready, Danish? Thank you. Yeah, Pata, are you ready? We are ready. Давай. დავიწყოთ. დეჟავი რატომ აქ დეჟავი დანიშის ხმა მომნატრები. ეს ადამიანი ყოველთვის ახერხებს ჩემს ორი წუთი გაჩვენე წერია არ გაჩვენდა ჩავავლე ხმას და დაბადების დღე შემდაჭიროთ დაიბო ეგ არის კი გავაჟღეროთ გასაგებია მადლობთ მადლობა დანიშ. Good, კარგად გაუგეს. შემდეგი პეტრე რაბადე ამისი მეგა ფანტე მაიცა არა მომწენოწენ დემანამენ ამაჩინე ნუბია ნამადე არა მოვიტაცე 900 გავატარე არაზე მივედი მანდ მაგრამ შეიძლება სხვა დაბანაჩი ამდენი ხანია მეგობრობ და მაინტერესებს. ამაჩოჩო დებრო ბიჭო. მერტო ეს რა ხდება არა ვიცი ექსი მაგრამ მე მგონი ის არის რაც წერა. არა მოვიტაცეს რაც თქვა წერა. არა მოვიტაცე შენ თვი? მე დააჭირე დაასხე იყოს ეგა. არა მოვიტაცე ეგ არის კაცო. მე ქონდათ იმათაც ეგ ვერსია. უნდა გამოგეყენები. აშკარა ატას უთქვია ატამ თქვა ეგ ვერსია კი? მეც აქ ეხა ისეთი ამბავი მოხდება ძმებიაში გაფრინდე კარგი დიდი მადლობა შემდეგი მაინც ჩვენი ესკულა აი მომყარ აღარაფერს აღარ ვუთო დაიწყეთ. დაიწყო გიტარა ის რო იცოდა კოპოლა ბაბასო სოგი უბერას ანა შემდეგი რითმულები წავიდა მეგონი პატას ლოკიო ქართული დალერსი მეგობრ ჩახედეთ თვალებში ევას მაგიძე მეგობრების სიმღერა აგვახია კუბა. პატაშორი ძალიან აზარტული ადამიანი. აზარტული ხარ ხო? კეთობა. და მე მინდა ვთქვა და განმაცხადო რომ შენ ხარ ერთ-ერთი სტუმარი რომელმაც ამ ბიჭთან თამაში თითქმის პირველივე ნოტებიდანვე გამოიცა, იმიტომ რომ ეს აქამდე შეუძლებელი იყო. შეუძლია პაატას, შეგილია შენ. შეუძლია პაატას, შენ ხარ გამარჯვებული. იმარჯვებს საქართველოს შოუ ბიზნესს. აურა კაი ეგ არა მოჭრა კარგი შემდეგი პატივცემულო ვაჭრუჯინჯინიჭა ვენავჩიუ სომერსემენია მოდი წმიცა დაგიკოცნი მაგ ბაბა ბიბა ბაბარბატე ბებე არა წერეთ რაკეთ ვერა ჩემაცნაძე ვალება ოყიდა ნაცე სამღერზე მიხვდებით მოდი ძმო მოწინძე მოციმციმებს, მოდი მოციმციმებს. ბიჭო ის სიმღერა გამოვკეთა პულის კარებს გულიდან არ გამეცე გულიდან არ გამეცე ნახე ერთი საპაპატის რა წავახი ერთსა რა აბანოდი აგვიგეს ერთი სახეული ხო არ ვასადე ჩარვალს გავხილო აი რე ჩიკა
დიდი მადლობა მშვენიერია გადასარევია და დანიშ კოჩა. ორ შამათია პრესტიჟის სიმღერა მაინც გამოვიცა. მე მიყვარს ცისრო ამოსხომე ცეცა გენდა ცეცა როჩინდა შემეცინდა დავაჭირო ვაზენურია ჯერია ჩვენი გურია არის ის გურია გაიგო გურაც გაიგო გურია გურია სადერი წავიდა უკვე ვანიკო. სიმშვიდე. გურიაზე მოვთხოვდი. სიმშვიდე. კარგი გაჩერდა. თან ის არის რომ გურია იქ არ არის ნახსენები შვიდად ვარ. არ გურია უკვე შემდეგი თუ შეიძლება. მე ამსგავს ადამიანმა რაღაც სიტყვა გურიას გურია ის ხო და არა მაგას ფიქრობ მეც გურია გავიგე და მაგიტომ ფიქრობ მაგრამ ეს ის შემთხვევა როცა კაი რა დაგასწრები გიტარა არის შესულიანი სიმღერებია. ესე იგი როკია რა ხან ამდენი ხანი გიტარა გძელდება ქართული როკი წავყევით. თეატრინაში ტირიფები ხო არა ლირიულ ცოტა უკან რანაირი სიმღერა არაფერი არ ეცვლება ან მისამღერი ქონდეს მითხარი შენ მითხარი რა ეგ ხო არ არის აგლაძეა მე მგონი როკის სიქარი ელემენტები თქვი დაასახელე როკ ბალადა ელოდები თუ დავrkhan კარგახანია იქენ ხო შეიძლება. კაი თქვით ვერსია. გიგა აგლაძის ლამაზი დღე და თუ შეიძლება თუ ის არ არის შემოგვაპარეთ იმიტომ გაჟღერდეს მე ვერ გავუზი ენის თქვენ თუ ეს გამო. რა ვიშები დანი ეს არ არის შენი დიდი მადლობა აი ვაჟბატონს ეთამაშეთ მარტო მე ვეუბნებოდი მე უთხარი ეგ არ იქნება მე კარგი დადე განცხადება და წადი. არა ემბრალია მე რატომ ხო დადექინა ასრულებს რომ ეს ვერ დავიჭირე ეს მე სახალხო არტისტი ვარ შენ არავინ შენ არა წავიდა. დანიშ დიდი მადლობა დანიშ მადლობა მან. Thank you. მოვიდა აპლოდისმენტები გავაცილეთ დანიში ბრავო არა ორია ჩემი ფალავანი მაგარი ბრავო გოუტ მოკლედ მეგობრებო ძვირფასო პატარა არაჩვეულებრივი თამაში იყო არაჩვეულებრივად გავერთეთ საინტერესო დღე გქონდა და ჩვენი სპონსორისგან ლიდერ ბეთისგან შენ გადმოგეცემა უკონტაქტო ლიდერ კარდი რომელზეც 500 ლარი არის დარიცხული უკონტაქტო ესეთი დრო მოვიდა აბა ჩვენივე აპლოდისმენტების ფონზე გავედით ცოტა ხნით გავედით ნამით ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა, თუმცა ჩვენ გვაქვს სიურპრიზი ხო როგორც ვიცით? ხო, ნუ სიურპრიზი რა, როგორ შეიძლებოდა ასეთი სტუმარი, როგორც თქვი, ეპატა ჟური გამორჩეული ესეთი სიმღერები, გაგვეშვა სიმღერის გარეშე, ასე რომ თავარი ბიჭები გემშვიდობებათ, ერთმანეთს შევხვდებით, რა თქმა უნდა, თავარ არც რა თქმა უნდა, ორ შაბათს ისევ შოუში თავარი ბიჭები, ახლა კი პატა თედიაშვილის სიმღერით გოგოვ გენაც ვალები. აბა! ბრავო!